მოგესალმებთ, მადლობთ რომ გვიყურებთ. ერთხელ თუ არ ვცდები, მინდია უგრეხელიძე მიხურა. სასამართლო სექსი არ არის, ორივე მხარემ სიამოვნება რომ მიიღოს. წესით არის ვენეციის კომისიის დასკვნა უნდა იყოს მაინც და მაინც სექსუალური რამ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გონდოლების ქალაქში შემუშავებულმა დოკუმენტმა ყველა დააკმაყოფილა. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მტკიცებით კომისია სრულად იზიარებს დებულებებს, რომლებიც საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტშია გათვალისწინებული. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, დოკუმენტი ზუსტად იმ საკითხებს აპროტესტებს, რასაც ყოფილი მმართველი პარტია. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით კი დასკვნაში მოყვანილი რეკომენდაციები თითქმის ზუსტად ემთხვევა მოსაზრებებს, რომლებსაც ისინი გამოთქვამდნენ. 3-1 კარგი შამპუნივით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე და შესაძლო შედეგებზე მატრიცაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟურიძე. Замуштовის კახა, მადლობა მოსვლისთვის, ბოდიშეს ცოტა ფრივოლური დასაწყისისთვის, მაგრამ რა წერია ასეთი ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომ ყველას მოწონს ვინც მას კითხულობს. მე არ წამიკითხავ, ჯერჯერობით დოკუმენტი საბოლოო სახით არც არის ცნობილი რამდენად ჩემთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. საინტერესო შესავალი იყო ფრიად და მართლა გარკვეულწილად ასახვა იმ რეალობის, რასაც ვენეციის კომისიის აიმ ზოგადი მიდგომების გაჟღერების შემდეგ საქართველოში ქონდა ადგილი. ეტაპებად დავყოთ. რა მოგწონთ თქვენ ვენეციის დასკვნაში არასამთავრობო ორგანიზაციებს? კი ბატონო, ანუ პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ როდესაც აი ამ ვენეციის კომისიის მიდგომებზე და ზოგადად სასამართლო სისტემის რეფორმირებაზეა საუბარი, რატომღაც ყველა აქცენტს აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთ საკითხზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოქმედ შემადგენლობას ვადამდე უნდა შეუწყდეს თუ არა უფლებამოსილება. თითქოს ამის გარდა სხვა მნიშვნელოვანი საკითხები არ იყოს. სინამდვილეში ესე არ არის და ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხია იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტში გათვალისწინებული. უნდა აღინიშნოს ის, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ეს კანონპროექტი ასახავს იმ რეკომენდაციებს, რაც სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს, რომელიც მუშაობდა სასამართლო სისტემის პრობლემების გამოსწორების მიმართულებით დაუგროვდა. ჩვენ მთელი რიგი რეკომენდაციები გვაქვს იმ წლების განმავლობაში, იმ სერიოზულ პრობლემებთან მიმართებაში, რასაც სასამართლო სისტემაში ადგილი ჰქონდა საქართველოში და ეს რეკომენდაციები, ეს დიდი ნაწილი რეკომენდაციებისა საფუძველი გახდა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი. ანუ თქვენ თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ მოგწონთ ეს კანონპროექტი. ჩვენ თავიდანვე, როცა ამ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია გაჟღერდა, ჩვენ მაშინვე მხარი დაუჭირეთ ამ კანონპროექტს, როგორც გეუბნებით 80% დაახლოებით ამ კანონპროექტისა სწორედ ჩვენი რეკომენდაციების ასახვა და ვფიქრობდით და დღესაც ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი პროექტი და მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის რეფორმირებას. თუმცა მაშინაც და ახლაც არსებობს ამ კანონპროექტში ის საკითხი, რაც ჩვენის მოსაზრებით შეიძლება სხვაგვარად დარეგულირდეს, თუმცა სანამ მაგაზე გადავალ, საუბრობდი იმაზე თუ რა არის მოსაწონი ამ კანონპროექტში და რა, ასე ვთქვათ, სარგებელს მოგცემს ამ კანონპროექტის კანონად ქცევა. თავარი ხო ეს არის, როდესაც ჩვენ ვჟელობთ კანონპროექტებზე, როგორც თქვენ თქვით, ხშირად ხდება მართლა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. დაკომპლექტება ასე, ისე, იმ ფორმით, ამ ფორმით, როგორი იქნება პროცედურა, თუმცა საბოლოო ჯამში კანონპროექტის მთავარი მიზანი არ არის, რომ ეს განსაზღვროს. კანონპროექტის მთავარი მიზანი არის სასამართლო დაემსგავსოს სასამართლოს. კი, ძალიან ბევრი უნდა მივიღოთ ეს შედეგად საბოლოო ჯამში. ანუ ვერ ვიტყვით, რომ ეს კანონპროექტი აუცილებლად როგორც კი კანონის ძალას მოიპოვებს, მეორე დღიდანვე დამოუკიდებელი სასამართლო გვექნება, რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი, რეფორმა სჭირდება დრო. ამ კანონპროექტს შეიძლება მოყვეს კიდევ სხვა აცვლებები ნორმატიულ აქტებში და ალბათ მოყვება და მოსალოდნელია ესეც, თუმცა ზოგადად ეს კანონპროექტი არის მნიშვნელოვანი კანონპროექტი და რატო? პირველი, იზრდება ინდივიდუალური მოსამართლის როლი. როგორც მართლობით ორგანოებში მონაწილეობის. მხოლოდ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს არ ექნება ის ექსკლუზიური უფლება, რომ დაასახელოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრის კანდიდატი. ეს უფლება ექნება თითოეულ მოსამართლეს და თითოეული მოსამართლის მიერ დასახელებული კანდიდატი უნდა იყოს თუ არა საბჭოს წევრი, ამას გადაწყვეტს მოსამართლეთა კონფერენცია.
ფარული კენჭისყრით და არა ღია კენჭისყრით, რაც დღეს მოქმედ რედაქციაში იყო და შესაბამისად ამ წესის მოქმედებით ვხებულობდით იმას, რომ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ასახელებდა კონკრეტულ კანდიდატს და როგორც ჩვენთვის ცნობილია, არც ერთი შემთხვევა, როდესაც მის მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარდაჭერა კონფერენციის მიერ არ მოეპოვებინოს. მას ან სრული კონტროლი ჰქონდა, მოდი ესე ვთქვათ, იუსტიციის საბჭოზე, ან სხვა ტერმინებით თუ მისთვის მისაღები ხალხი იყო მხოლოდ საბჭოში. მიუღებელ კანდიდატს ხადია ის არ დაასახელებდა, შესაბამისად სხვა მექანიზმი, რომ მოსამართლეთა კორპუსიდან რომელიმე წევრი გამხდარიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, უბრალოდ არ არსებობს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს იუსტიციის საბჭო იმისთვის, რომ თქვათ სასამართლო გახდეს უფრო დამოუკიდებელი. რამდენად დიდია თქვათ მისი როლი ამ საკითხში? კი, ამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ორგანო, რომელიც ღებულობს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მაგალითად, მოსამართლეთა დანიშვნის, გათავისუფლების, მივლინების, დაწინაურების, დისციპლინური სამართალწარმოების, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც მუშაობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და შესაბამისად ის თუ რაც რომელი წევრებისგან და როგორი წევრებისგან იქნება დაკომპლექტებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვს საშუალება იუსტიციის საბჭოს თქვათ გააუქმოს კონკრეტული მოსამართლის მიერ კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება? არა. ამის უფლება არ აქვს და ამის უფლებას ვერასოდეს ვერ შეიძენს, ცხადია. კონკრეტული მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ ზემდგომი სასამართლოს მიერ, სხვა არც ერთ ორგანოს არავის არ აქვს უფლება. ეს არის ის პრინციპი, რაზეც დგას ზოგადად სასამართლო ხელისუფლება არ მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ. კარგი, მაშინ თუ კი თქვათ იუსტიციის საბჭო კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით რამდენჯერმე დაადგენს, რომ თქვათ აი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თქვათ არ შეესაბამება. რასაც არ უნდა იყოს, თქვათ კანონმდებლობას თუ არ შეესაბამება პრინციპებს, რაზეც სამართალი. ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ზოგადად. აი ამ მიზეზით, რა მიზეზის მეთქვი ამ შემთხვევაში? არა, თუ საკითხი ეხება კანონის განმარტებას, თუ საკითხი ეხება რომელიმე რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილების შინაარსის გაგებას, ამაზე იუსტიციის საბჭო და ვერც ვერავინ კონკრეტულ მოსამართლეს ვერ მოედავება. მოსამართლე არის მოსამართლე სწორედ იმიტომ, რომ მან უნდა განსაზღვროს კონკრეტულ შემთხვევაში როგორი გადაწყვეტილება მიიღოს და შინაარსთან დაკავშირებით მოსამართლეს ვერავინ ვერ მოედავება გარდა ზემდგომი სასამართლოს და იმ შემთხვევაშიც კი თუ ზემდგომი სასამართლო გააუქმებს მის გადაწყვეტილებას, ერთ შეხედვით ხო ჩანს, რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო ზემდგომი სასამართლოს მოსაზრებით. ამ შემთხვევაშიც კი მოსამართლეს რომ პასუხი მოეთხოვოს, რომ რატომ მიიღე შენ ესეთი გადაწყვეტილება, ესეც არის დაუშვებელი. უბრალოდ თუ არის ცალსახა უკანონობაზე საუბარი, აი მაგალითად სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს მაქსიმალური სასჯელი დაუშვათ არის 3 წელი და მოსამართლემ შეუფარდა 4 წელი, ხო? ნუ ასეთ დარღვევაზე უკვე შეიძლება იუსტიციის საბჭოს მხრიდან რეაგირება და ნუ სხვა დარღვევაზე. მე ამას მეკითხებით, რომ თქვათ მეც და თქვათ ჩვენ მომაყურებელმა შეიძლება არ იცის, ანუ რატომ შეცვლის მაშინ იუსტიციის საბჭოსში ცვლილებები, რატომ შეცვლის მთლიანად სიტუაციას სასამართლოებში? კი, ანუ როგორც გითხარით, იუსტიციის საბჭო ღებულობს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებებს, ხო? ანუ ვის დანიშნავ მოსამართლედ, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორი იქნება სისტემა, იმიტომ რომ სისტემას ქმნის კონკრეტული მოსამართლეები. კონკრეტული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქმნის იმ ერთობლიობას და იმ სურათს, თუ როგორია ზოგადად სასამართლო სისტემა და შესაბამისად დღეს მაგალითად სერიოზული პრეტენზიებია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსადმი, რომ შერჩევის დროს და დანიშვნის დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გარკვეულ ტენდენციურობას ამჟღავნებდა. არის მოსამართლეები, რომლებიც ყოფილი პროკურორები არიან, ყოფილი პოლიციის თანამშრომლები არიან, თუ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მუშაკები არიან. ცხადია, ეს პირდაპირ აკრძალული კანონით არ არის, მაგრამ როდესაც ერთის მხრივ ხედავდით იმას, რომ აი ამ ორგანოებიდან უფრო იოლადი ნიშნებოდნენ პირები შესაბამისი პროცედურების დაცვით, ვიდრე დავუშვათ ადვოკატთა კორპუსიდან, ხო, ძალიან ბევრ
ჩემთვის საპატივსაცემო ადამიანს, მათ შორის იმათ, ვინც პროფესორიც არის, ლექციებს კითხულობს და ასე შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოთხოვნას კანონისას აკმაყოფილებდა, ჩაბარებული ქონდათ გამოცდა, ნასწავლი ქონდათ იუსტიციის სკოლაში და ასე შემდეგ, მაინც ესეთი გადაწყვეტილება მათთან მიმართებაში არ იქნა ხოლმე მიღებული. ანუ ეს ყველაფერი ქმნის იმის ვარაუდს, რომ რაღაც ტენდენციურობა შეინიშნებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქმიანობაში. რას გვეუბნება ახლა ვენეციის კომისია, რაზე ვსაუბრობთ ჩვენ? რა წერია იმ დასკვნაში ისეთი, რაც არის, თქვენთვის მისაღები, თქვენთვის მიუღებელი, სხვებისთვის მისაღები, სხვებისთვის მიუღებელი. რაზე ვდავობთ საერთოდ? რა მივიღეთ ვენეციით? ანუ პირველი დადებითი არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, რაც ამ კანონ პროექტში არის მითითებული, მაგალითად ის, რომ ინდივიდუალური მოსამართლის როლი იზრდება, უფრო დემოკრატიული ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, პრეზიდენტი და პარლამენტი ვეღარ მიიღებენ, უბრალოდ პრეზიდენტი ვეღარ დანიშნავს თავის წარმომადგენლებს და ხოლო პარლამენტის წევრები ამავდროულად იუსტიციის საბჭოს წევრები ვერ იქნებიან და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ჟურნალისტებს მათთვის საინტერესო პროცესების ტრანსლაციის შესაძლებლობა ექნებათ. აი ეს არის ის საკითხები, რომელიც ამ კანონ პროექტში არის და აი ამ საკითხზე კრიტიკული მოსაზრება ვენეციის კომისიას ფაქტია, რომ მაღალი ალბათობით არ აქვს, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია არ გაჟღერებულა. ნუ ჯერ ოფიციალური ვარიანტი, როგორც ვიცით, ვენეციის კომისიის დასკვნის არ არის, მაგრამ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე ვაკეთებთ ჩვენ ამ შეფასებას. და ანუ ეს რომ ასე ვთქვათ მოწონებულია, ეს არის ვფიქრობთ მისასალმებელი საკითხი. რა არის დაწუნებული ამ რაც შეეხება იმ საკითხს, რაზეც ვენეციის კომისიის შენიშვნა თუ მოსაზრება არის ის, რომ მოქმედ უბრალოდ შემუშავებულ კანონ პროექტში არის ერთი მუხლი, რომელიც ამობს, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან დაახლოებით 3 კვირის ვადაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულ შემადგენლობას უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. ანუ 15-ვე წევრი, 15 არა, 14, იმიტომ რომ ერთი არის ამათგან უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე და ის არის ოფიციო წევრი და ყველა ვარიანტში დარჩება. დიახ. დანარჩენ წევრებს უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება. ვენეციის კომისიამ როგორც იმ დასკვნის პროექტში წერია ჩვენთვის ცნობილ პროექტში აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ ეს მუხლი ამოღებული იქნება და ყველა წევრს არ შეუწყდება უფლებამოსილება. უფლებამოსილება შეუწყდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციით მხოლოდ იმ წევრებს, რომლებიც აღარ დააკმაყოფილებენ ახალ კრიტერიუმებს, რაც კანონით იქნება გათვალისწინებული. თქო, პარლამენტის წევრები ავტომატურად შეუწყდება. პარლამენტის წევრები, პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრები, ასევე საუბარია იმაზე, რომ ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ, ანუ ეს არის კიდევ ერთი ორგანო სასამართლო სისტემის შიგნით, რომელიც ღებულობდა ხოლმე წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას და გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად ეს ადმინისტრაციული კომიტეტი 9 წევრისგან შედგებოდა და მთლიანად მოსამართლე კორპუსის ნების გამომხატველი არ იყო, ამიტომ ამასთან მიმართებაშიც შესაძლებელია რაღაც გარკვეულ ცვლილებებს ველოდოთ, იმიტომ რომ დღეს მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან არის გარკვეული წევრები, რომლებიც ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ არიან დანიშნული. და ჩვენი პოზიცია თავიდანვე რაც იყო, რომ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირები, რომლებსაც არ აქვთ ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობა, ისინი უნდა დარჩნენ და თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ კონფერენციის მიერ არჩეული, კი არის ეს ფორმალურად კონფერენციის მიერ არჩეული, თუმცა არის არჩეული იმ წესით, რომელიც ადრე იყო, ანუ არის დასახელებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, არის არჩეული ღია კენჭისყრის შედეგად, ანუ ახალ პრინციპებს, რომლებიც კანონში იქნება ჩადებული, ისინი არ აკმაყოფილებენ. კაზუსი გვაქვს იურიდიული ამ შემთხვევაში. კი, ანუ გეთანხმებით, ანუ ისინი არიან იმ წესით არჩეული, რომელიც ჩვენ არ მოგწონს და მოგწონს უფრო ის წესი, რომელსაც დღეს იუსტიციის სამინისტრო გთავაზობს. თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ზოგადად სასამართლო სისტემა უნდა იყოს სტაბილური, მდგრადი და ერთი ხელის მოსმით ყველაფრის შეცვლა არ არის სწორი. და რატო? იმიტომ რომ დღეს ჩვენ საუბრობთ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ კანონ პროექტზე. შეიძლება 3 თუ 4 წლის მერე თუ სხვა რამდენიმე წლის მერე, როცა მოვა ახალი ხელისუფლება, იმან კიდევ უფრო უკეთესი
პროექტი შემოგთავაზოს და იმ პროექტს არ უნდა მოხვდეს ავტომატურად დღეს მოქმედი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რადგან ეს სასამართლოს სისტემის სტაბილურობას ხელს უშლის. არ იქნება გამოსავალი დაინიშნოს თქვათ მოსამართლეების რიგარეშე კონფერენცია მაგალითად, სადაც აირჩევენ ახალ წევრებს და მოხდება ჩანაცვლება თქვათ ძველი წევრების ელემენტარულად. ხომ არა. მანუს ისინი ხო დღესდღეობით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას და თუ არ შეწყდა უფლებამოსილება, მანამდე არჩევნები რანაირად უნდა მოხდეს, ხო? რთული საკითხია. ხახა ველოდებით თუ არა რომ ეს კანონპროექტი თქვენ კი ახსენეთ, მაგრამ მინდა უფრო ღრმად შევიდეთ, რომ ეს კანონპროექტი რეალურად შეცვლის თქვათ სასამართლოში არსებულ სიტუაციას. არის ეს მართლაც როგორც თქვათ მართველი პარტია აცხადებს და თქვათ იუსტიციის სამინისტრო მართლაც ის კანონი, რომელმაც რადიკალური ცვლილებები უნდა შეიტანოს ამ სისტემაში, თუ ეს არის მაინც ამაში რაღაც მხოლოდ ისეთი პროფილაქტიკური მომენტები ესე ვთქვათ. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს იმედი იმისა, რომ ბევრად გაუმჯობესდება სიტუაცია. მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ცვლილებები, ეს დამოკიდებულია თავად მოსამართლეთა კორპუსზე. ანუ რისი თქმა მინდა, რომ შემოთავაზებულ ვარიანტში ის პრინციპი არის დაცული, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი მოსამართლეთა კორპუსის მიერ უნდა იყოს თვითონ დაკომპლექტებული. და იმ შემთხვევაშიც კი თუ ძალაში შევა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ის რედაქცია, რომელიც თანახმადაც ყველას უწყდება წევრი, უბრალოდ წევრობა, ამ შემთხვევაშიც კი უნდა მოხდეს ხელახალი არჩევნები მოსამართლეთა კონფერენციის მიერ, აი იმ 8 წევრის, რომელსაც ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია, ხო? ამ შემთხვევაშიც კი არის რისკი იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მაინც დაკომპლექტდეს ტრადიცია არა, როგორც ვისურვებით, იმიტომ რომ შესაძლებელია ამ მოსამართლეთა კონფერენციამ ისევ არასასურველი თუმცა ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, ხო? კი, ეს არის მათი, ანუ ეს რისკი არსებობს, ეს უკვე არის მოსამართლეთა კონფერენციაზე და მოსამართლეთა კორპუსზე დამოკიდებული საკითხი, თუმცა ჩვენ და ზოგადად საზოგადოებამ თუ ხელისუფლებამ უნდა მისცეს მოსამართლეთა კორპუსს იმის საშუალება, რომ თვითონ გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ სისტემის გაუმჯობესებისთვის და მე ვფიქრობ, ჯობია ასეთი რისკის გაწევა, ვიდრე საწინააღმდეგოს დაშვება და თქმა იმისა, რომ მოსამართლეთა კორპუსს არ უნდა კონდეს გადამწყვეტი სიტყვის თქმა სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხში. ხშირად მესმის ხოლმე, რომ პრინციპში დღევანდელი მოსამართლეთა კორპუსი იმდენად როგორ ვთქვა, ჩათრეული იყო, ვთქვა, იმ უკანონოებში რაც ხდებოდა, რომ უნდა დადგეს, ვთქვა, ბევრი მოსამართლის თუ ყველასი არა, საერთოდ თანამდებობასთან შეუფერებლობის საკითხის განხილვა. რამდენად ფიქრობთ, რომ ეს ესე უნდა იყოს? არა, ესე ნამდვილად არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მე სულად ვიზიარებ ძალიან ბევრ კრიტიკულ შენიშვნას სასამართლო ხელისუფლებისადმი და სისტემისადმი და ამ სისტემას სწორედ კონკრეტული მოსამართლეები განაპირობებდნენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეს ფაქტია. მიუხედავად ამისა, ესე ყველას სახლში გაშვების მომხრე ცალსახად არ ვართ, რა თქმა უნდა ეს არის დაუშვებელი. არა, ყველა ეს უტრირებული მიდგომაა თავისთავად. ხო, ნუ თუ კონკრეტულ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოს ახალ შემადგენლობას ექნება საფუძველი იმისა, რომ მოსამართლემ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი წესები დაარღვია გადაწყვეტილების მიღების საქმის წარმართვის დროს, მაშინ ალბათ ის მიიღებს გადაწყვეტილებას. რამდენად რეალურია, რომ თქვა ახალმა საბჭომ დაიწყოს ძველი საქმეების განხილვა? ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია? რეალურია, იმიტომ რომ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონი ითვალისწინებს 5 წლიან ხანდაზმულობას, ანუ 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი დარღვევების შემთხვევაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექნება სრული შესაძლებლობა, რომ განიხილოს ესეთი საჩივრები. როგორც სამწუხაროდ საზოგადოებას არ ქონდა ინფორმაცია ასეთი საჩივრების განხილვის შესახებ. ძალიან ბევრი საჩივარი, რომელიც შედიოდა დაახლოებით 800-900 ყოველწლიურად, ფაქტიურად განცხადებლები და დაინტერესებული პირები ინფორმაციას ვერ ღებულობდნენ, რა ბედი ეწიათ მათ საჩივარს, იმიტომ რომ საბჭო ამბობდა, რომ ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, თუმცა კანონის თანახმად, მათ შორის იმ კანონის თანახმად, რომელიც ჩვენ არ მოგწონს, ეს ინფორმაცია კონფიდენციალური არ არის. უბრალოდ კანონში წერია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს დაინტერესებულ პირს მიაწოდოს
მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუმცა ამ უფლებას საბჭო არ იყენებდა და ამბობდა, რომ უფლება კი გვაქვს, მაგრამ ვალდებულნი არა ვართ და შესაბამისად ამ გადაწყვეტილებას არ მოგცემთ. და შესაბამისად პირი ვერ გებულობდა რა ბედი ეწია მის საჩივარს და ეს мотиваციას უკარგავდა ძალიან ბევრ პირს, რომელიცაც მნიშვნელოვანი ხარვეზებთან უწევდა, ასე თქვა, შემხებლობა კონკრეტული საქმის წარმოების დროს, რომ მიემართა დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მოთხოვნით, იმიტომ რომ მან იცოდა, რომ მაღალი ალბათობით შეიძლება ამას არანაირი რეაგირება არ მოყოლოდა და არც ჰქონდა мотиваცია იმისი, რომ მიემართა. და შესაბამისად მიუხედავად ამისა, მაინც დაახლოებით წელიწადში ეს ოფიციალურ სტატისტიკას გეუბნებით, დაახლოებით 800-900 საჩივარი მაინც შედიოდა. თუმცა ვფიქრობ, ეს რიცხვი მოსამართლეთა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით უფრო მაღალი იქნებოდა, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეფექტურად იმუშავებდა, ზოგადად დისციპლინური სამართალწარმოება უფრო გამართულად ფუნქციონირებდა. ძალიან ბევრი კონკრეტული მაგალითის მოყვანა შეიძლება ამ კუთხით და მე როგორც ადვოკატს მიწევდა ხოლმე პროცესზე გამოსვლა და ამას ხედავდი პირადად თუ არ ასე ვთქვათ იმ პროცესების მონაწილე, სადაც ესეთი ხარვეზები გამოვლენილა და მოსამართლის გამოუგნებელი გადაწყვეტილებების ძალიან ხშირად გვინახავს. მადლობა, ახლა სულ ბოლო კითხვა. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ვთქვათ, ხვალ ველოდებით დასკვნის საბოლოო ვარიანტს, ესე ვთქვათ, როგორც მოვხვდები, კანონპროექტი დიდი ალბათობით დამტკიცებული იქნება, ვთქვათ, შესწორებები რაღაც ალბათ იქნება შეტანილი მეორე მოსმენის დროს, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც კანონპროექტი დამტკიცდება, ესეთია გაწყვეტილი. როგორც ჩანს, კანონპროექტი იქნება დამტკიცებული, ჩვენ ვფიქრობთ და ვარაუდობთ, რომ შეიცვლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით გარკვეული ის მუხლები, რომლებთან მიმართებაშიც მოსაზრებები ექნება ვენეციის კომისიას და თვითონ ჩვენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გვაქვს გარკვეული მოსაზრებები აი ამ საკითხებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ესენი რაღაც ნაწილობრივ მაინც ასახვას ჰპოვებენ იმ კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი განეხილავს და შესაბამისად ეს ვფიქრობთ არის ის თემა, სადაც არის ალბათობა იმისა, რომ ეს კანონპროექტი იქნეს მიღებული უმრავლესობის, უმცირესობის სასამართლო ხელისუფლების თუ მთავრობის რაღაც აზრთა თანხვედრის პირობებში. ძალიან კარგია, რომ ყველას მოწონს ამ კანონპროექტში ვენეციის დასკვნაში გამოთქმული მოსაზრებები, ან ყველას აკმაყოფილებს პრაქტიკულად. ყველას თავთავისი ნაწილი ყველას არ მოწონს, მაგრამ ყველა ცდილობს წარმოაჩინოს ის ნაწილი, სადაც მისი პოზიცია ჩანს. ხო. ძალიან დიდი მადლობა კახა კოჟოიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, მატრიცის სტუმარი. გადაცემის შემდეგ ნაწილში ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეინკარნაციაზე. მშრომელთა პარტიიდან წასული წევრები ახალ პოლიტიკურ პარტიას მემარცხენე ალიანსს ქმნიან. მატრიცაში კახა ძაგანია რეკლამის შემდეგ. ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრები, რომლებმაც მშრომელთა პარტია თავმჯდომარის მიმართ პროტესტის მიზეზით დატოვეს, ახალ პოლიტიკურ პარტიას მემარცხენე ალიანსს ქმნიან. ყოფილ პოლიტიკურ ლიდერთან დაპირისპირებასა და საომავლო გეგმებზე მატრიცაში კახა ძაგანია. სამშვიდობისა კახა, დიდი მადლობა მოსვლისთვის. მესმის, რომ ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებზე საუბარი ცოტა უხერხული თემაა, მაგრამ მაინც უნდა შევეხოთ ამ საკითხს. არ მქონდა მე საშუალება თქვენი პარტიის წარმომადგენელთან მესაუბრა ეთერში. რა მოხდა ლეიბორისტულ პარტიაში? ერთ-ერთი ალბათ ყველაზე შეკრული გუნდი ყავდა ლეიბორისტულ პარტიას წლების განმავლობაში, თქვათ, ის ადამიანები მოგივად ერთად იყავით, უკვე შტაბ-ბიჭდებას ტოვებდა, რომ ეს არ არის მხოლოდ პარტიული ერთობა, ეს არის რაღაც მეგობრები, თანამოაზრეები და უცებ ესეთი ხმამაღალი დაშორება, განშორება. რა მოხდა რეალურად? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის, საღამო მშვიდობისა მინდა უსურვო ჩვენს მაყურებელს, თქვენს მაყურებელს. არ მინდა მართლა საღამო გაუფუჭო იმ საუბრებით, რომელიც სამწუხაროდ მართლა მოხდა ერთ დროს და ძალიან რეიტინგულ პარტიაში. პარტია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იმ ბირთვისგან იყო დაკომპლექტებული, რომელიც რაღაც თითქმის
ერთი იდეისა და ერთი თითქოს სისხლით დაკავშირებულები ვიყავით ერთად და მართლა ოჯახის წევრები ვიყავით უდიდეს დროს ერთმანეთთან ვატარებდით ვიდრე ოჯახებში და ეს ჩანდა ჩვენი პოლიტიკურ გზაზე რომელიც მართლა გავიარეთ ეს იყო 2003 წელი პერიპეტიები როდესაც მართლა დინების წინააღმდეგ წავედით და მართლები ამოხსნით ეს იყო 2007 წელი როდესაც ხალხთან ერთად ყველაზე მეტად ჩვენ ვიყავით დაჟილები და განადგურებულები ეს იყო 2008 წელი როდესაც ნაცმოძრაობა პირდაპირ ოჯახის წევრებზე გადმოვიდა და გვიპატიმრებდა გვიჭერდა სცემდა ჩვენი ოჯახის წევრებს რომ პარლამენტში შევსულიყავი და მონაწილეობა მივიღო და მაპატიეთ ჟარგონისათვის და გაგვეправებინა 2008 წლის პარლამენტი, მაგრამ სამწუხაროდ აი მოხდა ის რაც მოხდა, მე მართლა არ ვილაპარაკებდი დღეს და არც მაქვს სურვილი, უბრალოდ დღეს დილით წავიკითხე გაზეთში ისეთი რამაც მართლა შემაშფოთა, ეთყობა ამ ადამიანს მართლა რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სახელითაც აღარ ახსენებს პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, მე გულწრფელად მინდა ურჩიო მის გარშემომყოფებს, რომ ძვირად გიღირებული მკურნალობა ჩაუტარონ, იმიტომ რომ იაფად ღირებული მკურნალობა ალბათ აღარ უშველის მას იმ სტატიის მერე რა სტატიაც დღეს დილით დაწერა მან სხვათა შორის ესეთი რამე მოძდით ისეთ მოდი გასაგები რომ იყოს მაყურებლისთვის ისე თქვა ის გაზეთი არ წავკითხოს პრაიმ ტაიმისთვის მიცემულ ინტერვიუში ბატონმა შალვა ნათელაშვილმა თქვენ 6 ადამიანი და რომელმაც დატოვეთ პოლიტიკური საბჭო 2 დაადანაშაულა რომ ერთ-ერთი არის ნარკობარიგა როგორც გაზეთში წერია და მეორე კი მკვლელი ესე იყო ნათქვამი აი წარმოიდგინეთ ამიტომ მართლა შეწუხებული ვარ მისი ჯანმრთელობით ურჩევ რომ ჩაიტაროს ის მკურნალობა რომელიც მართლა ძვირად დაუჯდება მაგრამ ამის საშუალება ნამდვილად აქვს მას არ დაინანოს ეს თანხები და ალბათ ყველაფერი კარგად იქნება. ბატონო, ხა ესეც ალსახად შეგიძლია თქვა, რომ შალვა ნათელაშვილმა აიღო ფული ნაციონალური მოძრაობიდან. უბრალოდ ერთს რომ და ამი დავამთავრდა და ძალიან გთხოვთ ამ თემაზე ნოღა ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ მე კი არა მაყურებელს არ გაუფუჭოთ ხასიათი და სასიამოვნო საღამო, ბევრი საინტერესო საკითხებია დღეს გადასაწყვეტი და წდება, რომელიც მართლა მაყურებელს ეხება და ხალხს ეხება. ერთს ვიტყვი რომ აი ესეთი პრობლემები, რომელიც დღეს მას აქვს ნათელაშვილს მოსდის ისეთ ადამიანს, რომელიც მართლა სიღარიბეშია გასდილი და მერე უცბად ხდება მილიონერი. ზოგიერთ სუსტი ნებისყოფის ადამიანს მოსდის აი ესეთი მერე ფსიქოლოგიური პრობლემები. ეს თუმცა ბატონი შალვა თქვენ გადანაშაულებს ზუსტად იმაში რომ ფული აიღეს. ხო გეუბნებით საჭირო არის მისი მკურნალობა სერიოზული ჩარევა. მე მაგალითად ურჩევდი მის ახლობლებს, რომლებიც გარშემო ყავს მას, რომ უცხოელი ექსპერტებიც ჩართონ მის აი ამ ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან გთხოვთ ამაზე კი ბატონო, გადავიდეთ მემარცხენე ალიანსზე. მემარცხენე ალიანსი ეს არის ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც იგივე პოზიციაზე არიან დარჩენილი, რომელიც მრავალი წელია იყო შემოთავაზებული ჩვენს მიერ, ჩვენ ვიქნებით მემარცხენე პოლიტიკური ძალა, რომელიც ოპოზიციაში იქნება, რა თქმა უნდა, რომელიც აუცილებლად მიიღებს ყველა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას ის ბოიკოტები, რომელიც იყო გამოცხადებული ტელევიზიების მიმართ, ჟურნალისტების მიმართ, არჩევნების მიმართ ესეთი ბოიკოტური რეჟიმი ჩვენ პარტიას არ ექნება, ყველა პროცესში მივიღებთ მონაწილეობას, ყველა პოლიტიკურ პროცესში, ხო მე არ ვამბობ, რომ ყველა პროცესი იქნება წარმატებული და ჩვენს მიერ წარმატებით დასრულებული, მაგრამ აუცილებლად ჩვენ სიტყვას ვიტყვით. მეცაც გეტყვით, ვინ აყალიბებს ამ ალიანსს? 6 ადამიანმა დატოვეთ პოლიტიკური კომიტეტის წევრი, რომელიც წამოვიდა ლეიბორისტული პარტიიდან ამ მიზეზების, სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს 6 კაცი იქნება სავარაუდოდ დამფუძნებელი და კიდე დაემატებიან სხვადასხვა ადამიანები ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ ბევრ საინტერესო სახესთან, ნაცნობ სახესთან და ამ ხალხთან ერთად გავაკეთებთ მართლა ქართულ ეროვნულ სოციალური სამართლიანობაზე დაფუძნებულ პარტიას. არის ცნობილი ვინ იქნება თქვა პარტიის თავმჯდომარე, ხელმძღვანელი, ლიდერი? ამას წყვიტავს ყრილობა, ამიტომ მოვლენებს უნდა დავასწრებთ. ყრილობა, როდესაც ჩატარდება ყრილობა და ყრილობას მოგეხსენებათ საზოგადოებასაც მოეხსენებას ჭირდება სხვადასხვა პროცედურული საკითხები, რომელიც აუცილებელია და გათვალისწინებულია კანონმდებლობით. ამ პროცედურას როდესაც გავივლით, ჩავატარეთ ყრილობა და ყრილობა აირჩევს, იქნება რომელი იქნება თავმჯდომარე, ეს იქნება თანათავმჯდომარების მაგვარი მმართველობის პარტიის მმართველობის ფორმა თუ ერთი კაცის თავმჯდომარეობით იქნება, მაგრამ ერთს ნამდვილად შევიტანთ, ალბათ საქართველოში უპრეცედენტო წესდება იქნება, წესდებაში შეტანილია ესეთი ბუხლი იქნება, როდესაც პირდაპირ დაუწესებთ
პარტიის თუ პარტიის თავმჯდომარე იქნება მართველი პარტიის დაუწესებთ რომ ორ ვადაზე მეტი არ უნდა იყოს თავმჯდომარე, იმიტომ რომ აი ესეთი ორ მუდმივი თავმჯდომარეები მე თავს წარმოიდგენენ კერპებად ხოლმე და მე ხდება ის პრობლემები, რომელი პრობლემებით სამწუხაროდ ბევრ პარტიას სჭირს და სამწუხაროდ ბევრი პარტიის დამანგრევად იქცევა ხოლმე ეს. ახლა ბევრი ღირსეული ადამიანი როდესაც ხედავს რომ პრობლემები აქვს და მის გამოისობით არის პრობლემები, წერს განცხადებას და მიდის პარტიის თავმჯდომარეობიდან, მაგრამ ბევრს სხვადასხვა ვალდებულებები აქვს აღებული სხვებისგან, ამ ფინანსების გამო. ბევრი თვლის რომ ბევრს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს და თვლის რომ შეუცვლელი ლიდერია და ამიტომ ამის ესეთი პრობლემები რო ავიცილოთ თავიდან ჩვენ წესდებაში გავდივართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს წესდების ფორმირებაში ჩვენ NDI-საც, AIRA-ისაც, ახალგაზრდა იურისტებსაც ვთხოვთ რომ კონსულტაცია გაგვიწიონ ჩვენი პარტიის წესდების ფორმირებაში, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი დაჟინებული მოთხოვნაა რომ ერთ-ერთი მუხლი იყოს ჩადებული ის რომ პარტიის თავმჯდომარე ერთი პიროვნება შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ ორი ზედიზედ ორი ვადით. ახლა ასწრებთ თუ არა თქვათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გაისად ფიქრობთ რომ მე გეტყვით როგორც გითხარით ყველა პოლიტიკურ პროცესში მივიღებთ მონაწილეობას სამწუხაროდ აი ახლა შუალედურ არჩევნებში ვერ ვასწრებთ ნამდვილად მონაწილეობის მიღებას თორე აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას მეცაც გეტყვით ჩვენ აუცილებლად ჩვენ პოლიტიკურ პოზიციას დავაფიქსირებთ საპრეზიდენტო არჩევნებში და ნამდვილად გვექნება კანდიდატის გეყოლებათ ფიქრობთ რომ არა რა თქმა უნდა არ გვეყოლება ხა ჩვენ ესე ადვილად არ ხდება და არ გვინდა რომ პირველივე ნაბიჯები პოლიტიკური სამასხარაო იყოს სამწუხაროდ ბევრ პარტიაში ბევრი ლიდერი თავის ნაბიჯებს თავიანთი აი ესეთი არა გაუაზრებელი და მას ესეთი იუმორისტული ნაბიჯებით ჭრილს აყენებენ და რეიტინგს უგდებენ. ამიტომ ხა ძალიან ბევრი რო არის ავიღოთ ჩვენ თავზე რა თქმა უნდა არ გვეყოლება კანდიდატი, მაგრამ პოლიტიკური განაცხადი გვექნება ჩვენ შესაბამისი და აი ამ ფორმით აუცილებლად მივიღებთ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად ადგილობრივ არჩევნებში დარწმუნებული ვარ რომ რაღაცა დოზი წარმატებასაც სახელი ხა მემარცხენე ალიანსი პირდაპირ ამბობს თქვა რა ორიენტაცია იქნება პარტიას ამ პოლიტიკურ ველზე სად იქნება განლაგებული. არ იყო საქართველოში მემარცხენეობა განსაკუთრებით პოპულარული უკანასკნელი წლების განმავლობაში. ეხლა პრინციპში მართველი ალიანსი ოდნავ გადაიხარა მარცხნივ შეიძლება ითქვას სოციალური პროგრამები გაიზარდა თქვა რაღაცა რა რომელი მართლებებია ვის ხედავთ თქვა თქვენ კონკრეტულ პარტნიორად ამ შემთხვევაში თუ ფიქრობთ არ ჭირდება საერთოდ იმ პერიოდში როდესაც დიქტატურა და ავტორიტარიზმია იქ ლაპარაკი აღარ არის უკვე მემარცხენე მემარჯვენე პოზიციაზე იქ არის უბრალოდ თავის გადარჩენაზე ლაპარაკი და მართლა მასე იყო ის სოციალური ჯგუფები რომლებიც წვალობდნენ შრომობდნენ რომლებიც არ შრომობდნენ და სამსახური არ აქონდათ ის სტუდენტები რომლებიც ფასი იმას სწავლის ფულს ვერ იხდიდნენ ის ავადმყოფები რომლებსაც არ ქონდათ ფული გადაეხადათ თავისი ჯანმრთელობისათვის ის მეანაბრეები რომლებსაც ბანკებში შექონდათ ფულები და სახლებს კარგავდნენ ანუ იმაზე უკვე საუბარი ზედმეტი იყო რომელი მიმართულებით უნდა წასულიყო და განვითარებულიყო ქვეყანა და პოლიტიკური პარტია ამიტომ აი ამ პერიოდში საბედნიეროდ ეხა ეს პერიოდი დასრულდა მეორე იმედია რომ ეს ხელისუფლება ამგვარ პრობლემას არ შეუქმნის ქვეყანას ძალიან დიდი იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში თუ იქნება ამისი მცდელობები რა თქმა უნდა სადარაჯოზე იდგება ოპოზიციური პარტიები რომლებიც ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევენ და რაც შეეხება იმ პოზიციას რომ ვისთან ვითანამშრომლებთ რა თქმა უნდა ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ეხლაც აქვს კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან ჯერჯერობით ისეთი დახურული თემა არის თორე წინააღმდეგ შემთხვევაში რა თქმა უნდა პრესკონფერენციასაც მოვიწევდი და ერთად ალბათ მაგის დროს დადგება პოლიტიკოსებთანაც პოლიტიკურ პარტიებთანაც გვაქვს კონსულტაციები ამიტომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი კარგად დასრულდება დღეს გქონდა საინტერესო განცხადება მომცემთ დროს და საშუალებას რომ ვისაუბრო ამ თემაზე ძალიან საინტერესოა ვენეციაში განვითარებული პროცესები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით დღეს ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრებისგან ჟურნალისტებს უჭირთ სახელის დარქმევა ჯერ რადგანაც პარტია არ არის შემდგარი და გვეძახიან ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრები. ნუ აწი მემარცხენე ალიანსი მოგიხსენებთ ხოლმე. ძალიან დამავალეთ. ჩვენ მიერ იქნა გაკეთებული განცხადება ინიციატივის სახით ჩვენ მიმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტ ზოგადად და ასევე
ვენეციის კომისიას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტებული იქნეს ხალხის მიერ პირდაპირი წესით პირდაპირი არჩევის წესით. ეს განსხვავებული ისე კი არსებობს სამხედრო პოლიტიკური ზალა, რომელსაც არ მოსწონს ის. არა, რა თქმა უნდა, კი ეს ვარიანტი, რომელიც წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტრომ არის შედარებით უკეთესი, მაგრამ არ არის სრულყოფილი. სრულყოფილი იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებები აქვს სასამართლოზე და ესეთი ამგვარი უფლება არც ერთ ორგანოს არ გააჩნია, იყოს ხალხთან არ გარიშვარდებული და არ იყოს პარლამენტთან. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩაატაროს არჩევნები, სადაც იქნებიან არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ხა კრიტერიუმები, ვინ უნდა იყოს, რა ფორმით უნდა იყოს, რა ცენზი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, რომელიც შემდგომ იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ეს უკვე დადგენა და ეს უკვე შეთანხმების საგანია, მაგრამ ესეთი ფორმა ყველაზე სამართლიანი იქნებოდა. მერწმუნეთ, ვერც ერთი ხელისუფლება შემდგომში ვერ გაბედავდა თავისი პოლიტიკური ზრახვების სასამართლოზე მოხვებას, რადგანაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ხელისუფლებასთან ანგარიშვალდებული, არამედ პირდაპირ ხალხთან იქნებოდა ანგარიშვალდებული. რაც შეეხება ვენეციის კომისია არის სარეკომენდაციო ასეთი საერთაშორისო ორგანო. რა არის იცით, ის რევიზიას უტარებს წარმოდგენილ კანონ პროექტებს. ანუ ის კი არ გეუბნება, რომ ესეთი კანონი დაწერე. ანუ შენ რასაც მისცემ იმის არსებულის რევიზიას აკეთებს. მერწმუნეთ კანონ პროექტად რომ წარედგინათ ეს ვარიანტი, რომელსაც მე ახლა არსებობს ესეთი პრაქტიკა, სადმე მსოფლიოში უბრალოდ არ ვიცი ამის შესახებ, რომ რა თქმა უნდა, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მაკონტროლებული სასამართლო მაკონტროლებელი ორგანო არის ანგარიშვალდებული ხალხთან. ნუ ზოგან სხვადასხვა ფორმით არის, ზოგან მაგალითად კომიტეტებად არის ჩამოყალიბებული, ზოგან არის სხვა ფორმის და სხვა სახის, ზოგი პირდაპირ იუსტიციის სამინისტროსთან არსებული რგოლია, რომელიც აკონტროლებს ამ სასამართლო ხელისუფლებას, მაგრამ ყველა ეს ორგანო დემოკრატიულ ქვეყანაში ანგარიშვალდებულია არა რომელიმე მთავრობასთან, არა რომელიმე წარმომადგენლობით ორგანოსთან, ანუ პარლამენტთან, არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, არამედ პირდაპირ ხალხთან. ასე რომ მერწმუნეთ, ეს ვარიანტი რომ შეთავაზებული ყოფილიყო ვენეციის კომისიაში, ეს ვარიანტი ყველაზე მეტად იქნებოდა მოწესრიგებული. დავწერეთ და უმოკლეს ვადაში მივაწვდით პარლამენტის თავმჯდომარეს განხილვისათვის. ხა როგორ განიხილავს პარლამენტი და პარლამენტის შესაბამისი სტრუქტურები მე ვნახოთ. მინდა კითხოთ ახალი პარტიის თქვათ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე, თუმცა მანამდე რეკლამის დროა უბრალოდ ეთერში, ზუსტად 2 წუთში დაბრუნდები პირდაპირ ეთერში კახა ზაგანია, მემარცხენე ალიანსის წარმომადგენელი მატრისის სტუმარი. კახა ზაგანია, მემარცხენე ალიანსის წარმომადგენელი მატრისის სტუმარი, ჩვენ ვსაუბრობთ ახალი პარტიის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე, ლეიბორისტული პარტია, რომლის წარმომადგენლიც თქვენ იყავით, საკმაოდ მკვეთრად და მკაცრად უარყოფითად იყო განწყობილი თქვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, თქვა ეს პოზიციას თუ შეინარჩუნეთ ამ შემთხვევაში, თუ ამ თვალსაზრისით რაღაც ცვლილებები მოხდება. დიდი მადლობა კითხვისათვის, მინდა თქვენი ეთერით ვისარგებლო და სოლიდარობა გამოვუცხადო პირველ რიგში ერისიონს, რომელიც განაც ზოგიერთ პოლიტიკოს და პოლიტიკანს უნდა ტრისხატი შეექმნა ამ მართლაც მშვენიერი ახალგაზრდებისგან და მართლა ქართველი და ეროვნული ხალხისგან, რომლებსაც არ შეეშინდათ და ოკუპანტის გულში ჩაატარეს პრინციპში ის კონცერტი, რომელ კონცერტზეც ბევრს ალბათ გამბედაობა არ ეყოფოდა და ვერ გააკეთებდა. მე ვთვლი, რომ ქართული საერთაშორისო მიმართულება უნდა იყოს რაც შეიძლება მეგობრული და უნდა იყოს დაყრდნობილი პირველ რიგში იმაზე, რომ დაორიენტირებული პირველ რიგში იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა, უпростоრედ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ტერიტორიული მთლიანობისაკენ პირველი ნაბიჯები. აი ამაზე უნდა იყოს ჩვენი საერთაშორისო როგორ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს პირველი ნაბიჯები, თქვათ, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით? მე ვთვლი, რომ ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს
ჩვენ ჩრდილოენ მეგობართან ურთიერთობის დამარეგულირებელი რაღაც ურთიერთობები მე ხედავ რომ ხელისუფლება ცდილობს ამის გაკეთებას, მაგრამ არასაკმარისი არის, მეტის გაკეთება შეიძლება და მარტო ერთი დესპანი და ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს გაზაფხულს, რომელიც გამოყოფილი არის დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის. მე ვთვლი რომ პირდაპირ კომისია უნდა შეიქმნას პარლამენტში, შეიძლება დროებითი კომისია, რომელიც კომისიაც ამ ურთიერთობებზე ისაუბრებს და ამ ურთიერთობებს დაარეგულირებს ხალხთან ერთად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისინი ხალხის არჩეულები არიან და მართლაც მათ რეალურად მიიღეს ხალხის ხმები და ამიტომ გახდნენ ისინი პარლამენტის წევრები. ამიტომ ვთვლი რომ ერთი ადამიანით არ უნდა ისიფარგლებოდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რადგანაც ამ ურთიერთობებზე პირდაპირ დამოკიდებული არის საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობას. იცით რა არის დასავლეთთან ურთიერთობა, დასავლეთის მიმართულებით საქართველოს უკვე დეკლარირებული აქვს თუ რა უნდა გააკეთოს და თქვენ რამდენად ეთანხმებთ? მე ვეთანხმები პოზიციას, მე ვეთანხმები ქვეყნის იმ პოზიციას, რომ უნდა მიმართული იყოს ევროკავშირისაკენ და ევროპისკენ უნდა იყოს მიმართულება ჩვენი ქვეყნის, მაგრამ ალბათ სავარაუდოდ ჩვენი პოლიტიკური პარტია შეეწინააღმდეგა ყველა მსგავსი საერთაშორისო სამხედრო ბლოკებში გაწევრიანებას ჩვენი ქვეყნის. იმდენად პატარაა ჩვენი ქვეყანა და იმდენად არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისათვის საჭირო, რომ ვთვლით, რომ ესეთ საკითხებში ალბათ უნდა თავი შევიკავოთ და ყოველ შემთხვევაში არ უნდა პირდაპირ იმის კი არ უნდა ვწერდეთ კონსტიტუციაში, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, რა თქმა უნდა, ამას თვითონ ხალხი ამბობს და მე ვთვლი, რომ ამას კონსტიტუციაში კი არ უნდა ვწერდეთ. ეს არის საქართველოს გზა და საქართველო ერთ-ერთი მართლა უძველესი სამხრეთ ევროპული ქვეყანა, რომელსაც აღარ ჭირდება დეკლარირება, ამას ისტორიკოსები, დასავლეთ ევროპის ისტორიკოსები თავის ნარკვევებში წერენ. ამიტომ ეს პოლიტიკური თამაშებები, თამაშებებიც მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ საბნის გადაწევის პრინციპით ხელისუფლებასა და ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში, ოპოზიციის მხედველობაში ყავს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მართლა ვერ ჩამოყალიბდა ოპოზიციაც და ვერ საზოგადოება ვერ აღიქოს ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიციად, ამ პროცესებში აუცილებელია ჩაერთოს ის რეალური ოპოზიცია, რომელიც არსებობს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია, მართლა გულიშესტკივად ქვეყნის ბედზე, ქვეყნის მომავალ განვითარებაზე, ქვეყნის სტრატეგიაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, ბევრი პროექტები აქვს, ბევრი კანონპროექტები აქვს, ბევრი მოსაზრებები აქვს, ასე რომ მარტო ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის ჭიდილი მე მგონი ქვეყნის არ იქნება სასარგებლო თუნდაც საერთაშორისო ურთიერთობებში. თქვენი პარტია, აპრიორი ოპოზიცია იქნება, რადგან თქვენ არ ახართ მართველი ალიანსის კოალიციის წევრი, თავისთავად ხართ. ხო, რა არის მთავარი საკითხები, რაზეც ოპონირებას აპირებთ? თქვენ თვითონ ნაციონალური მოძრაობა არ არის ოპოზიციად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა არის არა, ნაციონალური მოძრაობის თავი თქვენ იქნებით ოპოზიცია. რაზე აპირებთ ოპონირებას? ფინანსური ჯგუფი, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ის ნაძარცვი, რომელიც და ჩამოირეცხოს უпростоრ შეინარჩუნოს და არ დაისაჯოს იმ დანაშაულებებზე, რომელიც ჩაიდინა ხალხისა და ქვეყნის წინაშე ამ წლების მანძილზე. ამიტომ ეს ოპოზიცია არის. ოპოზიცია არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ოპონირებას უწევს ხელისუფლებას. სხვადასხვა საკითხებში, ეს არის სოციალური საკითხები, ეს არის საერთაშორისო საკითხები, ეს არის კანონმდებლობა, ეს არის სხვადასხვა მიმართულებები, რომელიც ვითარდება ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ ვიქნებით სადარაჯოზე არ დაუშვას დღევანდელი გადასახადები კონკრეტულად რაზე უამრავი შენიშვნა გვაქვს. უამრავი შენიშვნა გვაქვს სოციალური მიმართულებით, მაგრამ ერთ-ერთი შენიშვნა დღეს გავაჟღერეთ ამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაკომპლექტებასთან ერთად, გავაჟღერეთ პოლიტიკური პატიმრებთან დაკავშირებით. ჩვენ თვლით, რომ ის ხალხი, რომელიც პოლიტიკური პატიმრების დევნაში იღებენ მონაწილეობას, ანუ მხედველობაში მაქვს ის მოსამართლეები და ის პროკურორები, დღესაც მაღალ თანამდებობაზე ზიან და თავიანთ თანამდებობაზე არიან და აგრძელებენ მუშაობას. ამიტომ პოლიტიკური დევნილებისა და პოლიტიკური პატიმრების ეს გაღიზიანება სასწრებით გამართლებულია და მე აბსოლუტურად თანამოზიარე ვარ ამ გაღიზიანებაში, რადგანაც მე ვთვლი, რომ ის დოკუმენტი, რომ სამართლებრივი დოკუმენტი, გაითვალისწინეთ, რომ სამართლებრივი დოკუმენტი მიიღო პარლამენტმა პოლიტიკური დევნილებისა და პოლიტიკური პატიმრების აღიარების შემდეგ და ეს დოკუმენტი გაჩერდა
და წესით ამ დოკუმენტმა უნდა შემდეგი გზა გააგრძელოს. უნდა პირველ რიგში განთავისუფლდნენ ისინი პროკურორები და გამოწვეული იქნენ ის მოსამართლეები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ და მოსამართლის გამოწვევაზე ხა ბევრი კამათი არის, რომ როგორ შეიძლება და არ შეუძლია და აბა იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირდაპირ კონსტიტუციაში წერია 97 მუხლია, სადაც წერია რომ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს თავისუფლად შეუძლია გაანთავისუფლოს მოსამართლე. უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე საერთოდ არ ეთანხმება. ხო, მაგრამ თუ ხო და ამიტომ მოუწოდეთ ჩვენ უსუფაშვილს დღეს რომ შეიქმნას დროებით საპარლამენტო კომისია, რომელიც გააგრძელებს ამ პროცესებს და თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რაღაცა ფორმით, სამართლებრივი ფორმით უნდა მონაწილეობა მიიღოს ამაში, ვერაცდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თუნდაც ამ კონსტიტუციის იმ დებულებების უგულვებყოფას, რომელიც დღეს საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს. ამიტომ მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად სოლიდური ვარ, ჯერტი მე თვითონ ამ ყავს ოჯახში პოლიტიკური დევნილი, რომელმაც მართლა არის სურვა და თქვა, რომ არ მაინტერესებს, ხა მე ქვეყნისთვის ვაკეთებდიო და შენთან ერთად და შენს გვერდები ვიყავიო და ამიტომ არ მაინტერესებს, რომ მე ის იმ პოლიტიკურ დევნილთა სიაში შესვლაო და ნამდვილად არ შეგვიტანია ჩემი ოჯახის წევრზე და უხერხულიც იქნებოდა, იმიტომ რომ იმ პერიოდში ვთვლი, რომ მთელი საქართველო იყო პოლიტიკური დევნილი და პოლიტიკური პატიმარი. მთელი საქართველო იდევნებოდა სხვადასხვა ფორმით. არ გახსოვთ, მიტინგებზე გადაღებული სურათებით მიდიოდნენ სახლებში და აკითხავდნენ, რამდენი 1000 ადამიანია ესეთი. არ გახსოვთ, სამსახურებიდან ხსნიდნენ იმისათვის, რომ სხვა პოლიტიკური განსხვავებული აზრი ჰქონდა. ხალხი ვერ მიდიოდა პროტესტის გამოსახატავად იმის გამო, რომ მე სურათი არ გადაეღო ვანო მერაბიშვილის კუც და არ მოეტანა მისთვის სახში და ან შვილი არ დაეჭირა თანაც. ამიტომ ვთვლი, რომ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ჩემი ოჯახის წევრი არ უნდა ყოფილიყო აფსიაში შეტანილი, თუმცა საფრანგეთის რესპუბლიკამ მას უკვე მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი და ამ სტატუსის სარგებლობს. ასე რომ აი ესეთი საკითხები, პოლიტიკური საკითხები, მე ვთვლი, რომ ცოტა უფრო სენსიტიური უნდა იყოს ხელისუფლება, არ უნდა მისცეს უკანონობას საფუძველი, იმიტომ რომ უკანონობა ეს ისეთი ენერგია, რომლის ნაყოფის შემდეგ შთამომავლობას წამლავს. აი მე უბრალოდ მაგალითებს მოგიყვანთ, ლეხ ვალენსა პოლონეთის პრეზიდენტი იყო, მას 6 შვილი ყავდა და მე-6 ნაბოლარა შვილი, თან ლეხ ვალენსა წარმოიდგინეთ, სოციალისტური პოლონეთის მერე იყო, ლეხ ვალენსა ხო გახსოვთ, მაყურებელსაც კარგად ახსოვს და მე-6 ნაბოლარა შვილი ეთყობა ამრევი ყავდა. და რამოდენიმეჯერ ესე იგი მართვის მოწყობის გარეშე დაარღვია თუ რაღაცა და აი ამის გამო დაიჭირეს. როდესაც ლეხ ვალენსა პრეზიდენტი იყო და ეროვნული გმირი იყო პოლონეთის ხალხის და პოლონეთის წარმოიდგინეთ. და მისცა უფლება, რომ თავისი ნაბოლარა შვილი მე-6 ყველაზე უმცროსი შვილი მანქანის არასწორი მართვის გამო ციხეში ჩაესვათ. ნუ სხვადასხვა კიდე უამრავი მაგალითებია საერთაშორისო პოლიტიკურ პრაქტიკაში, როდესაც დანაშაულის გამო ძალიან ძლიერი ქვეყნების პრეზიდენტები ტოვებდნენ პოსტებს, ხო? ოლტერგეიტის ის პროცესი ხო გახსოვთ, არა? რომ გაიგეს, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მეორეს პარტიას უსმენდა, ამის გამო პრეზიდენტს დაატოვებდნენ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბედნიერი ალიანს სტუდიაში და კახაძაგანია მემარცხენე ალიანსის წარმომადგენელი იყო მატრიცის სტუმარი, გადაცემა დასრულებულია ზუსტად 8-ზე თეაშველიძის ბიზნესის დრო, პირდაპირ ეთერში მე ხვალ ბეგეშტურებით.